მშვილდოსანზე რო გადავიდეთ, მშვილდოსანზე ყოველთვის მახსენდება თქვენი სიტყვები, რომ აი მიზანში რო არ ტყავს ისეთია. აი როგორ შეიძლება ეს გავავრცელოთ? მე რაღაცებს სწავლობ ხოლმე ცალკეულ ნიშნებისგან და რა ამშველის. ამავე მშვილდოსანმა მასწავლა ოპტიმიზმი. რაც უნდა პრობლემა იყოს ყოველთვის ოპტიმისტური ნიშანი. როგორც ამბობ რა მოხდა მე ყოველთვის კარგად იქნება. საწყის სტიქი ამიტომაც უგებს ლომს და ვერც და თუ იმათ რაღაცა პრობლემა შეექმნათ ეს ყოველთვის აქედან შეუძახებს. მე რა აწია თავი ყოველთვის კარგად იქნება. ეს მათია და ძალიან გვეხმარება საერთოდ განწყობის თეორია ეს სწორედ მოტანილია შილდოსნის მიერ შექმნილი იდეაში. და შილდოსანი ეს არის ძალიან მხიარული. არნახულად უყარს მგზავრობა, მოგზაურობა, მრავალფეროვანი ინტელექტუალური მონაცემები აქვს და შილდოსანი არის ერთ-ერთი ნიშანი, რომელთაც არ გადიჭირდება. რაც გინდა აჩუქე, მოდეს თქვა ციგნიდან დაწყებული, ტექნიკით დამთავრებული, ხო? აბსოლუტურად ყველაფერს მოერგება, ყველაფერი დიდ სიამოვნებას მიანიჭებს. მე რაც მახსოვს ახლა რომ შილდოსანს რაღაცა საჩუქარი არ გამოიყენებინა. გინდა კოსმეტიკა, გინდა პარტნერია, გინდა ტექნიკა, ნებისმიერ სფეროში და საერთოდ აი ლომთან და მოდეს თქვა ვერსთან ყველაზე კარგად იცნობს თავს. თუმცა მინდა გითხრა რომ სასწორთანაც და მერწყულთანაც ძალიან კარგად იგებს საერთოდ ძალიან კარგად იჭერს. ამიტომ ეს ყველაზე ესეთი წყვილებია, ვისთანაც მას ძალიან უყვარს ყოფნა. თან ეს ნიშანი დინამიურია, ისეთია აქტიურია და ხიარულია. არასოდეს არ მოიწყებთ ამ ნიშანს. აი ახლა კიდე გამომნარეთ ჩვენ ხო თქვით, აბა შენი აზრით. რა საჩქარი მოეწონებოდა მას? ერთი კითხვა რომ დაგიმატოთ შეიძლება. თქვენ ახსენეთ რომ მოგზაურობა უყვართ. ჯანმრთელი ცხოვრების წესთან როგორ არიან? მოდი ახლა ესე ვთქვათ რომ სპორტს მაგალითად ასტროლოგიაში მართავს სწორედ შილდოსანი. ამიტომ ყველა სახის სპორტული ტრენაჟერები იქნება, დაწესებულებები იქნება, სპორტული ღონისძიებები, ეს არის სწორედ შილდოსნის ზეგანსკენ ჩერცა. პირად რუკას ხნით, როცა როცა მეკითხები ამ შობლები რა აი რას ისეთ ბავშვი სპორტზე შევიყვანო, როცა ამასულებ. შილდოსნის ზოდიაქო როგორ აქ რა პლანეტებით აქ დახუნძლული, რამდენად ეს მისცემს მას წარმატებას და არა და რამდენად მონაცემებია სპორტი. ამიტომ სპორტი და შილდოსანის სინონიმები. აი დამიდასტურეთ ჩემი ვარაუდი, იმიტომ რომ გონია რომ იდეალური არჩევანი შევარჩიე. ნუტრიბულეტის პერსონალური ბლენდერი. მე მგონი იდეალურია, იმიტომ რომ შილდოსნის ცხოვრების წესს ძალიან კარგად დაემთხვევა. გაჯერებული ვიტამინებით მდიდარი სასმელი შეუძლია მოიმზადოს თავისი ვარჯიშის გაზეთს მოგზაურობის თან შეიძლება არ მარტო სპორტში გამოიყენოს, არამედ მაგალითად რადგან უყარს მგზავრობა, მოგზაურობა, ხა მე თვითონ თუ ბლენდერი დავშა ძალიან დიდი არ არის, თან შეიძლება წაიღოს და იქაც ჩვენივრად მიირთვას გადასარევ მისთვის საჭირო საკვები პროდუქტები გამოიყენოს. სწორედ ესეთი ხელსაყრელია ნუტრიბულეტის პერსონალური ბლენდერი. შესაბამისად მე მგონი კარგად შევარჩიე.